მოგესალმებით მეგობრებო. მოგიცანი რომ გავაკეთო ლაივი, უნდა ვისაუბროთ პროგნოსტიკაზე, რა პერიოდია, რა გველის, ისთვის მოვემზადოთ. რა თქმა უნდა ძალიან ცხელი თბილისში. თან იქით ვენტილატორი მაქვს ჩართული მეგობრებო, ძალიან თუ ისმის ხმა მითხარით. უბრალოდ გაუსაძლისი სიცხეა რა თქმა უნდა თბილისში. პაუსადაც მინდა ხეს დავანთოთ რა თქმა უნდა. ჯერ მეგობრებო უნდა ვისაუბროთ რომ დღეს საღამოს შედის მზე ლომში. და რა თქმა უნდა ახლა ლომებისთვის კარგი პერიოდი იწყება და ამავდროულად შულოსნებისთვის ვერძებისთვის, ხო ცეცხლის ნიშნებისთვის. იმიტომ რომ მზე რომ შედის ლომში, ეს ყოველთვის მოძმე ნიშნებსაც წყალობს, ხო? ანუ მოძმე ნიშნები ლომის არის ვერძი და მშოლოსანი. შესაბამისად, ცეცხლის სტიქიის აქტიური პერიოდი იწყება დღეიდან 1 თვით. ვისთვის არის ახლა ენერგიის დაქვეითების პერიოდი, ეს არის რა თქმა უნდა მერწყული და ქალწული. ეს ორი ნიშანი. დაახლოებით 24 აგვისტომდე. ამიტომ ამ ორ ნიშანს, ხო, მერწყულს და ქალწულს ვურჩევ მეტი დაისვენონ იმისათვის, რომ მარტივად აღედგინონ ძალები ამ პერიოდის განმავლობაში. და რა თქმა უნდა, ახლა მზე შედის ლომში და პერიოდია, ესე იგი, გაბრანჭვის პერიოდია, თვითტრანსლირების პერიოდია, უფრო მეტი ეგოიზმის, ოღონდ კარგი გაგებით, ჯანსაღი გაგებით, ეგოიზმის, რომ მეტად მოვუაროთ ჩვენ თავს. მეტად ვიმუშაოთ ჩვენს თავზე, ხო, ჩვენს ტალანტებზე, ჩვენს ნიჭზე, მეტად გამოვაჩინოთ ეს ჩვენი ძლიერი მხარეები, ხო, აი გავხდეთ ერთგვარი ლიდერები საკუთარი თავისთვის და გარშემოყოფებისთვის, ხო, აი ასეთი პერიოდია, რა თქმა უნდა, და დასვენებისთვისაც ძალიან კარგი პერიოდია, ლომის პერიოდი რომ იწყება, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ მეფეებს ყოველთვის მდიდრული დასვენება უყვარდათ. ხო, და ვინაიდან ესეც მეფური ნიშანია, რა თქმა უნდა, დასვენებაც უნდა გქონდეს მეფურად შევირკვოთ, ხო, ეს ნებისმიერ სახის დასვენება. ამიტომ დასვენებისთვის ძალიან კარგი პერიოდია, იმისთვის რომ სადღაც წახვიდეთ, მიუხედავად იმისა, რომ არ არის თქვათ სახარბიელო ტრანზიტი მაგ მიმართულებით, შეიძლება ბევრი კაზუსი იყოს, მაგრამ მაინც მზე რომ ლომში გვაქვს, ყოველთვის ეს წყალობს იმას, რომ დავისვენოთ, მოვუაროთ ჩვენ თავს და ფოკუსირდეთ თვით ტრანსლირებას და თვით შემეცნებას და თვით განვითარებაზე, ხო? ეხლა რატომ ვთქვით, რომ არ არის სახარბიელო ტრანზიტი მაგ მიმართულებით? 17 ივლისიდან მეგობრებო, 10 აგვისტოს ჩავთვლით, გვაქვს მერკურის რეტროგრადული სვლა. როდესაც გვაქვს მერკურის რეტროგრადული სვლა, ყოველთვის ხდება შეფერხებები. სწავლის პროცესში, შეფერხებები კომუნიკაციის პროცესში, შეფერხებები მოგზაურობის მხრივ, ანუ 10 ჯერ გადაამოწმეთ, ხო, არ დარჩათ პასპორტი, დოკუმენტები, ხომ არ აგერიათ დრო დავუშვათ რეისის თუ ფრენა გიწევთ, იმიტომ რომ ასეთი კაზუსები ზუსტადაც რომ მერკურის რეტროგრადული სვლის პერიოდში ხდება. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ ეს. კიდევ ტექნიკა ჭედავს ეს პერიოდი, ინტერნეტი ჭედავს და არ გაგიკვირდეთ. ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მერკურის რეტროგრადულობის დამახასიათებელი, ასე ვთქვათ, ოინები. ამავდროულად საშინელი საცობები იცის, იმიტომ რომ ტრანსპორტს მართავს ამავდროულად ეს საშინელი საცობებია მართლაც ქალაქში მთელი დღის განმავლობაში დილიდან. აი აღარ არსებობს უკვე რაღაცა აი ჩას პიკს რო ეძახიან, ხო, პიკის საათია მთელი დღე ფაქტობრივად, აი პიკის დღეები, აი რა დროსაც არ უნდა გახვიდე, სულ მანქანებითაა გადაჭედილი. ეს ყველაფერი აქტიურად დაიწყო 17 ივლისიდან. მე ვაკვირდები ამას და ნამდვილად ასეა და 10 აგვისტოს ჩავთვლით ასე იქნება მეგობრებო და ჯობია რომ ამას ფსიქოლოგიურად რაღაცნაირად მოვერგოთ და შევეგუოთ ეს დროებითი, რა თქმა უნდა 10 აგვისტოს მერე შედარებით აღარ იქნება ასეთი საცობები. ამავდროულად ეს პერიოდი რა არ არის კარგი, ხო?
მოლაპარაკებები, დოკუმენტებზე ხელის მოწერა, ახალი შენაძენები, განსაკუთრებით ტექნიკის, ხო? თუ მაინც გიწევთ მოლაპარაკებები, 10 ჯერ გადაამოწმეთ, სანამ ხელს მოვაწერთ რამეს. ეს არის საკმაოდ ახლა რთულია, რომ დაუშვათ ადამიანმა რაღაც თავის ცხოვრების გეგმები ყოველთვის შეუსაბამოს პლანეტარულ ტენდენციებს, იმიტომ რომ ხან-ხან გვაქვს ეს რაღაცა პერიოდები, რომ ამტუს და ამწამს უნდა მოვაწერო ხელი, მორჩა. ამიტომ თუ გიწევთ მაინც ხელმოწერა, შეგეშინდებათ უბრალოდ იცოდეთ, რომ შეიძლება იყოს რაღაცა გაუგებრობა, ან ამ კონტრაქტში ან დოკუმენტში 18 ჯერ გადაიკითხეთ, სანამ მოვაწერთ. ეს არის და ეს. ხო? ეს გაფრთხილება უნდა მეთქვა. ეს არ ნიშნავს, რომ მერკურის რეტროგრადულობის პერიოდში უნდა ჩავიკეტოთ სახლში და არ გამოვიდეთ და არაფერი არ გავაკეთოთ და არც ვიარსებოთ. არა, ეს ასე არ არის. თუმცა კარგია რომ იყოთ ფრთხილად, ხო? ეს არის აქ მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ აქვს ეს თავისი ცუდი მხარეები მერკურის რეტროგრადულ ცვლას. ამავდროულად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვისაც აქვს ისედაც რეტროგრადული მერკური ნატალურ რუკაში, ისინი უფრო მარტივად გადიან ამ პერიოდს, ხო? ნაკლებია გონების დაბინდულობა. ვინც დირექტიული მერკურის დროს დაიბადა, ისინი რთულად გადაიტანენ, რა თქმა უნდა, მერკურის რეტროგრადს, რაღაცები დაავიწყდებათ, რაღაცა მის კომუნიკაცია იქნება, კალუსები იქნება და უფრო დაებინდებათ გონება, ეს ყოველთვის ასეა ხოლმე. ამიტომ კარგია რომ შეამოწმოთ მეგობრებო თქვენი პირადი რუკა და იქ, რა თქმა უნდა, ჩანს რეტროგრადული მერკურის პერიოდში დაიბადეთ თუ დირექტიულის. ეს ჩანს. წელიწადში 3 ჯერ გვაქვს მეგობრებო ეს პერიოდი. მე თან კომპიუტერთან შემოვალ, რომ კითხვები არ მიჩანს ხოლმე ტელეფონით. და ახალმთვარეობაზეც უნდა ვისაუბროთ აუცილებლად. მთვარის რიტუალს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმიტომ რომ ზოგი წერდა რომ ვერ გაიგეს, ზოგი ქრონოლოგიაში აირია. მოკლედ ეს მთვარის ელექსირის ვიდეო ხო არის ამონარიდი გადაცემიდან. გადაცემაში ვიყავი ამ თვის დასაწყისში. ხო, ანუ ეს იყო ის პერიოდი წინა ახალმთვარეობის და რომ ვამბობ იქ ამონარიდში, რომ აი გულში გქონდა ეს ხო ანიშნავს, რომ მართლაც როცა დავდეთ, მაშინ იყო ეს გადაცემა, არ იყო ეგრე, გვიან დავდეთ უფრო. ანუ ეს ქრონოლოგიურად ზოგმა ვერ გაიგო, მოკლედ და ეს რიტუალი შეგიძლიათ გააკეთოთ ყოველი ახალმთვარეობის პერიოდში, რომ დავიწყოთ ეს რიტუალი. ხო, ეხლა მაგალითად ახალმთვარეობა გვექნება 24-ში. და შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ რიტუალს, რომ უფრო გასაგები იყოს. ისე იგი რა არის მთვარის ელექსირი. სხვადასხვა ჩვენმა წინაპრებმაც იცოდნენ, რომ წყალი შთანთქავს ენერგიებს და მთვარის შუქზე დებდნენ ხოლმე წყალს. ეს ასეა, ეს უძველესი რიტუალი, ეს არ არის რაღაც ახალი რიტუალი და ზოგს როგორია, როგორილია და ასე შემდეგ ვიღაცა მოიგონა, ეს ისე არ არის. ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ ამას, რომ მთვარეს დაანახებდნენ წყალს და შემდგომში სვავდნენ. ამას ქვია თანამედროვეობაში მთვარის ელექსირი. თუმცა ადრე სხვა რაღაცა ერქვა. ეს არის უძველესი რიტუალი. მოკლედ, ახალმთვარეობის პერიოდში ეს იდეალური პერიოდია, პორტალი იხსნება იმისთვის, რომ ჩვენ ჩავიფრთხილოთ სურვილები. ამას ყოველთვის ვამბობ ხოლმე. როგორ ვაკეთებთ ახლა ამ მთვარის ელექსირს, ხო? ესე იგი, ფურცელზე წერთ კალმით ჩვენს სურვილებს, რამდენიც გინდათ ჩამოწერეთ, არ არის ლიმიტი. უბრალოდ უნდა იყოს რაღაცა რეალური ახლა, მარსზე გაფრენა და ევერესტის დაპყრობა და მილიარდი ევრო თავზე რო დაგვეცეს, ხა მსგავს რაღაცებს არ წერთ, ხო, რაღაცა რეალური. ხო. წერთ ესე იგი ამ სურვილებს, შეგიძლიათ დაწეროთ, რომ თითქოს უკვე თქვენია, ხო, აწმყოდროში, ან თხოვნით, რომ მე მინდა რომ ეს მოვიზიდო დაუშვათ. ორივენაირად მისაგებია. წერთ, შემდგომში ვკეცავთ ამ ფურცელს.
ჭიქა მინის, უმჯობესია რომ იყოს უფერული, ეს მინის ჭიქა, ну არ იყოს რაღაც შეფერილი, მე შეფერილი მაქვს და ასეთი არ გამოდგება, ეს გაითვალისწინეთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს ღრმა იქნება თუ პატარა, სიმაღლესაც არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია რომ წყლით გაავსოთ. გაავსეთ წყლით. და შემდგომში ესე იგი ახალმთვარეობის ღამეს ვაკეთებთ ასეთ რამეს, რომ შევაცურებთ ესე იგი აი ამ ჭიქის ქვეშ ვანახებთ მთვარის შუბს. შეგიძლიათ ფანჯარაზე დადოთ და უშუალოდ, ну აივანზე ხა შეიძლება რა თქმა უნდა დაიმტვეროს, უმჯობესია რომ აი ფანჯარაზე დავდოთ ისე რომ არ დაიმტვეროს, იმიტომ რომ დილით უნდა დალიოთ მე. უნდა დალიოთ. მოკლედ მთელი ღამე ვტოვებთ, იმუხტება და იტენება მთვარის ენერგიებით. და შემდგომში დილით აი მადლიერებით ვიწყებთ უზმოზე, არ ნოფოდეთ არც სხვა წყალი დალეული, არც რამე ნაჭამი, დილით რომ ვდგევით, მადლობას ვუხდით სამყაროს, ზეცას, იმისთვის რომ ეს უკვე მოდის ჩვენთან ჩვენი სურვილები, ხო, მადლიერება ეს მანიფესტაციის უძლიერესი კატალიზატორია რომ ეს მოხდეს, ხო? ამიტომ მადლიერებით ვიღებთ და ვსვავთ ბოლომდე, ესე იგი ამ წყალს. შეგიძლიათ შემდგომში აი სავსემთვარეობის პერიოდში გაიმეოროთ გაძლიერებისთვის, მაგრამ ახალმთვარეობის დროს უნდა დაიწყოთ ეს რიტუალი. შემდგომში აღარ დასჭირდებათ გამეორება, ეს იმუშავებს და მე უკვე სავსემთვარეობას თუ მოგინდებათ რომ უფრო გაძლიერდეს ეფექტი, სავსემთვარეობას შეგიძლიათ გაიმეოროთ, ხო? ამიტომ კარგია რომ მთვარის კალენდარიც გქონდეთ. რომ იცოდეთ როდის გვაქვს ესე იგი ახალმთვარეობა, როდის სავსემთვარეობა. ეხლა ახალმთვარეობა გვექნება 24-ში. 24 ივლისს მეგობრებო. პირაჩი მოგწერთ თარიღის გამოთვლას და თუ შეიძლება მიპასუხონ. ხო, ადმინებს ვეტყვი, ბევრი მესიჯი რომ შემოდის, ზოგი არ ჩანს, ზოგი ავტომატურად სპამებში ვარდება და არ ვიცი, რაღაც ახალი აქვს ამ Facebook-ს რეგულაციები, რომ ზოგი მესიჯი, ბევრი მესიჯი რომ მოდის, ზოგს აღიქოს სისტემა სპამად და ავტომატურად აგდებს და ვეღარ ნახულობენ ადმინები და მაშინ გადავცემ, რომ ნახონ აუცილებლად თქვენი მინაწერი. ძალიან ბევრი მესიჯი მოდის, მეგობრებო და ეტაპობრივად ადმინები ყველას პასუხობენ ხოლმე. ამიტომ თუ დავუშვათ მოიწერეთ და იმ დღეს არ გაქცეს პასუხი, განიშნავს რომ არ მოგწერენ საერთოდ, უბრალოდ დრო ჭირდება. ანუ ბევრი მესიჯი მოდის და ფიზიკურად ზოგი არ ჩანს, ზოგი ავტომატურად ვარდება სპამში, როგორც ვთქვი. ამიტომ ასეთი ხარვეზები აქვს ამ მეტას, არ ვიცი, რაც წლები გადის, უფრო და უფრო რაღაცა უცნაური ხარვეზები აქვს ხოლმე მეტას. მე ის დროინდელი Facebook-ი მახსოვს, ის რო გქონდა, რა ქვია, ვოლი, ანუ კედელი. რა კარგი იყო, მაშინ მარტივი იყო Facebook-იც, ყველაფერი ვიცოდით, არაფერი არ ჭედავდა, ძალიან კარგი დრო იყო. დაამატეს მე მეტა და 1000 რაღაცეები. კარგი იყო ვოლი რო გქონდა, ვარში ძალიან მაგარი იყო. რა შეჭირდება ამდენი განახლება, არ ვიცი. მე უარესად ბაგებია, უარესად ჭედავს, რო აახლებენ ამ აპლიკაციებს, მოკლედ ფული კეთდება და მეტი არაფერი. რაში ჩადონ ინვესტიციები აღარ იცი. ხო ეს ესე იგი, რომ იციან ხოლმე წინათაობის ხალხმა წუწუნი რომ ჩვენ დროს ჯობდაო, მასე გამომივიდა, მაგრამ ნუ დაწერეთ კომენტარში რომ თქვენც ხო გახსოვთ ძველი Facebook-ი თავდაპირველი ხო ჯობდა აშკარად უფრო მოსახერხებელი იყო. რავი, ჩემთვის პირადად ძალიან მოსახერხებელი იყო. ბავშვობაში, რა ვიცი, არც ჭედავდა და არაფერი საოცრება არ ჭირდა. ძალიან კარგი იყო. მე იმ დროინდელი ვარ. ესე იგი, ეხლა მეგობრებო, რო არ დამიჯდეს კომპიუტერი შევაერთებ და ვნახავ აქ თქვენს კომენტარებს კომპიუტერით წინ მაქვს. ხოლმე ეს კაზუსიც იქნება აუცილებლად მერკურის რეტროგრადის დროს, რომ უცბად ჩაქრეს. ესე იგი, ამ რიტუალს მეგობრებო, შეგიძლიათ რომ გააკეთოთ ეს რიტუალი 24-ში. ღამე, მთელი ღამე დადდეთ, ესე იგი, ფანჯრის რაფაზე, ისე რომ მთვარის შუქი აღწევდეს, ანუ არ არის საოცრებელი რომ მაიზემაც მთვარე ჩანდეს, ეხლა
მთვარის შუქი რო აღწევდეს, უკვე დაიმუხტება მეგობრებო მთვარის ენერგიით. ამიტომ ძალიან კარგია რომ ეს რიტუალი ასე გავაკეთოთ. შევაერთებთ. მორჩა გადავრჩით გათიშვას შევაერთე მეგობრებო. მაგმეტამ გამანახევრა. არა, მართლა ძალიან ჭედავს და სულ აახლებენ რაღაცა რეგულაციები შემოაქვთ, ისე რომ არც ეკითხებიან მომხმარებელს ჩვენთვის მოსახერხებელია თუ არა, თუნდაც ახლა ვინც iPhone-ს იყენებს, ხო, და ვინც ბუსტავს და რეკლამას იყენებს, ასე ვთქვათ, ხო, ანუ ბუსტინგი რასაც ქვია. მათაც რაღაცა დაუწესეს, ესე იგი 1000-ნაირი კიდევ გადასახადებით, დამატებით, $11 მეტი. უკვე საოცრებები ხდება ის, რომ არც გეკითხებიან გინდა თუ არა. ნუ ძალიან ცუდია, არ ვიცი, იმედია გადაიხედება ეს მეტას პოლიტიკა, იმიტომ რომ ყოველწლიურად უფრო და უფრო არაკომფორტული ხდება. უფრო და უფრო. არ ვიცი, ხო შეიძლება უფრო გაამარტივონ, მაგრამ არა, არ თულებენ. მერწყულზე თქვით რამე, თქვი უკვე, მერწყულზე შეგიძლიათ გადაახვიოთ. ჩანაწერი შეინახება. მაგ ჩანაწერსაც მე შლიან ერთ თვეში მოკლედ საოცრებას აკეთებენ. მაგრამ სამაგიეროდ YouTube-ზე გვენახება. ჩვენ YouTube-ზე ვძდებთ ხოლმე. YouTube არხზე AstroGuru ქვია იგივენაირად. იქ ვდებთ ხოლმე ჩემი ლაივების ჩანაწერს. და იქ შეინახება თორე Facebook-ზე, ახლა მაგალითად 30 დღეში შლიან ავტომატურად ყველა ჩემს ლაივს უკვე ესეთი რეგულაცია აქვთ. არ ვიცი რატო შვებიან მაგას, მაგრამ შვებიან. და 1000-ნაირი რაღაცა შემოიღეს. ვითომ მეხსიერება რომ დაზოგონ. რა ვიცი, ამდენი წელი ყოფნიდა და ეხლა ჭირდებათ დაზოგვა. ნუ არ ვიცი. კი ბატონო, ესე იგი ახალმთვარებაზე ვთქვით, ხო, რომ ეს რიტუალი შეგვიძლია გავაკეთოთ. თუ არა და თქვენი ტრადიციული მანიფესტაცია შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ ჩაიფიქროთ სურვილები მედიტაციურ მდგომარეობაში შევიდეთ, ჩაიფიქროთ სურვილები, რაც გვინდა რომ აგვიხდეს. ესეც შეიძლება. ან შეგიძლიათ მთვარის ელექსირით სცადოთ, რომ გააკეთოთ, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი რიტუალია ესეც. ვიმეორებ, უძველესი დროიდან არის ეს რიტუალი, ეს არ არის რაღაცა ახალი მოღოლინე, ხა ზოგს გონია, რომ ეს არის რაღაცა ახალი. არა. ჩვენი წინაპრები ააკეთებდნენ ამას, რომ წყალს ანახებდნენ მთვარეს. ხო და მთვარის შუქით იმუხტებოდა და ამ წყალს სვავდნენ. ამიტომ ეს არის უძველესი რიტუალი. კიდევ რაც უნდა ვთქვათ ამ ახალმთვარეობაზე, რომ ძალიან ტრანსფორმაციული ახალმთვარეობა გვაქვს მეგობრებო. პლუტონი არის ამ ახალმთვარეობაში, ესე იგი მთვარე პლუტონის დაპირისპირება, მზე პლუტონის დაპირისპირება ხო არის და არის და სიკვდილიანობა ძალიან გაზრდილია ეს პერიოდი ამის გამო. ეს ყველაფერი იქნება აგვისტოს დასაწყისამდე. ამიტომ იყავით ფრთხილად, აუცილებლად უნდა გაგაფრთხილოთ, იმიტომ რომ ძალიან სარისკო პერიოდი, აგრესიული პერიოდია. და არ გვინდა ახლა ექსტრიმი და ექსტრემალური გარისკვები, იმიტომ რომ არ არის მაგისტრის ფლაგივლიანი პერიოდი, ეს მზე პლუტონის დაპირისპირება რო გვაქვს, ყოველთვის ძალიან მომატებულია ხოლმე სიკვდილიანობა, ყოველთვის. იმიტომ რომ ეს პლუტონი ხსნის აი ამ მზეციურ კარიბჭეს, ზუსტადაც რომ გარდაცვალების ენერგიები ახასიათებს, ხო? ამიტომ ეს არის აქ. ან ზოგი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება ისე გათამაშდეს, რომ უბრალოდ შიდა ცვლილებები იყოს, აი ტრანსფორმაცია, შიდა ცვლილებები, ნეგატიური აზრები, რაღაცა უსიამოვნო შფოთვა, ხო? ამიტომ ძალიან კარგია ეხა ეს შფოთს თუ გრძნობთ, ხო? განსაკუთრებით ახლა ვინ იგრძნობს ამ შფოთს? ლომი, მერწყული, კურომორელი, ფიქსირებული ნიშნები, ხო? იმიტომ რომ ახლა პლუტონი მოგეხსენებათ მერწყულში გვაქვს, მზეც უკვე შედის დღეს ლომში, ამიტომ ეს აქტიურად იქნება ფიქსირებული ხარისხის ნიშნების გავლენა, ვისაც აქვს პირად უკაში და ვინც არის თავად აი ამ ნიშნების წარმომადგენელი. ამიტომ
მაქსიმალურად ესე იგი არ უნდა ავტყვეთ აი ამ შფოთს, ამ ნეგატიურ აზრებს და გავიაროთ ეს მზეპლუტონის დაპირისპირება წელიწადში გვაქვს ხოლმე რამდენჯერმე და ყოველთვის გავთხრებთ ხოლმე წინასწარ და გავიაროთ მაქსიმალურად ბრძნულად ამ შვიდად ეს პერიოდი, ახლა არ გაშინებთ უბრალოდ გაგაფრთხილეთ რომ არ არის თლად გარისკვისთვის კარგი პერიოდი და თუ სიფრთხილით მოვეკიდებით ამ ყველაფერს ძალიანაც კარგად გავივლით აი ამ ტრანსფორმაციებს. თუმცა უსიამოვნოა ხოლმე რა თქმა უნდა ეს ტრანსფორმაციები, მაგრამ რას ვიზავთ, გვჭირდება ყველას. ისე არ ხდება სულიერი გამოღვიძება ტკივილის გარეშე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მაინც ასეა. კიდევ მეგობრებო, ამ თვის ბოლოდან უკვე 31-ში ხო ვენერა ტყუპებში გვაქვს იქამდე და რა თქმა უნდა ხა ტყუპებისთვის არის კარგი პერიოდი ფინანსურად და სასიყვარულო ურთიერთობების მხრივ, თუმცა ეხლა ეს პერიოდი ცოტა დაიძაბა ვენერა, ნეგატიური ასპექტები აქვს და ცოტა შეიძლება დაძაბულობა ყველა ტყუპში იყოს, ამიტომ ხო პირადის მხრივ და ფინანსების მხრივ, თუმცა ეს გაივლის. 31-ში უკვე შედის კირჩხიბში და ჩვენ ვიცით რომ იუპიტერი წარმატების პლანეტა კირჩხიბშია და აი კირჩხიბებისთვის ის აგვისტოს თვე იქნება ძალიან წარმატებული ფინანსურად, ძალიან წარმატებული ზოგადად აი ახალი პროექტები, მასშტაბირება, ყველაფერი რაც გვინდა კირჩხიბების მიმართავ, განსაკუთრებით ვისაც ვენერა აქვს კირჩხიბში, ისედაც ძალიან კარგი პერიოდი. ვენერა და იუპიტერი ვისაც აქვს კირჩხიბში, განსაკუთრებით აი არ ვიცი აი საოცარი ის არის აი მართლა კომბინაცია ღვთაებრივი, რასაც ქვია. ამიტომ ნახეთ თქვენი პირადი რუკა, ვის გაქვთ იუპიტერი კირჩხიბში და ვენერაც კირჩხიბში და მით უმეტეს თუ შეერთებაშია და ეს ტრანზიტი დაემთხვა, მოკლედ არ ვიცი, მართლა საოცრად იღბლიანი პერიოდი გაქვთ ფინანსურად და პირადის კუთხით. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ახლა ეს კარგად შეეხება მორიელებს და თევზებსაც, იმიტომ რომ მოძმე ნიშნებია კირჩხიბის, ხო? ამიტომ ყველად ეშინიათ მორიელებს, ახლა რომ წერენ ხოლმე რომ შავი მთვარეა მორიელში და რა ვქნათ, ხო, დეკემბრამდე არის, მაგრამ უამრავი ფაქტორია, რაც ასე ვთქვათ, უფრო არ ბილებს ამ ტრანზიტს, ხო? აი თუნდაც ეს იუპიტერის მდებარეობა, თქვენს მოძმე ნიშან კირჩხიბში, ესეც არ ბილებს რეალურად, აი ამ შავი მთვარის ტრანზიტს. ამიტომ ესეც გასათვალისწინებელია. და კიდევ აი ორიოდე სიტყვით მინდა ვისაუბროთ ნუმეროლოგიაზე და არქეტიპებზე, იმიტომ რომ ამასაც გავლენა აქვს. აი ხშირად არის ხოლმე რომ მაგალითად მეუბნებიან რომ აი კურო ვარ და აი საერთოდ არ მაქვს ის თვისებები კუროსი და უშვა თან მორიელი ვარ და აი არ გავარ მორიელს, უფრო რაღაცა ლომურია ჩემში რომ მეუბნებიან და აი რომ მე ვსაუბრობ აი ვეკითხები დაბადების თარიღს, აი დაბადების თარიღშიც უკვე არის კოდირება, აი რა რიცხვში დაიბადეთ, ამასაც აქვს თავისი არქეტიპული დატვირთვა, ხო? თქვენი პიროვნების ჩამოყალიბებაში, ხა ვინც დაიბადა ნებისმიერ თვის, აი 11 რიცხვში, ის იქნება ლომური ხასიათის, არ აქვს მნიშვნელობა 11 ივნისს დაიბადა, 11 აგვისტოს, 11 ნოემბერს, იმიტომ რომ ციფრი 11 არის ლომური არქეტიპი, ძალის არქეტიპია ზოგადად. ამიტომ ექნება დატვირთვა ასეთი აუცილებლად და გააძლიერებს ადამიანში ლიდერულ საწყისებს ყოველთვის და ცოტა ეგოიზმსაც რა თქმა უნდა, იქ ერთიანებია. ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ ესეც გავითვალისწინოთ. ადამიანი რომ დაიბადა რა ორ რიცხვში დაუშვა ნებისმიერი თვის, ის აუცილებლად ზე ემოციური იქნება შინაგანად, იმიტომ რომ ორიანი არის მთვარე, ორიანი არის ინტუიციის არქეტიპი, ხო? ანუ ძალიან მისტიური არქეტიპი. ამიტომ ამასაც დიდი გავლენა აქვს და მნიშვნელოვანია თქვენ იცოდეთ რომ თქვენი დაბადების თარიღის ციფრი რა არქეტიპის არის, იმიტომ რომ ამასაც გავლენა აქვს მე თქვენს ხასიათზე, თქვენს მისიაზე, მომავალზე, აწმყოზე, ყველაფერზე აქვს გავლენა. ამიტომ კარგი არის რომ არა დავუშვათ განვიხილოთ მხოლოდ ადამიანის პლანეტარული კომბინაციები, აი დაბადების მომენტში, არამედ ისიც კარგია გავითვალისწინოთ, რომ რა ციფრებით მოვიდა, რა ციფრული კოდირება აქვს მას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
იმიტომ რომ ამასაც აქვს დატვირთვა მეგობრებო და ესეც გვიჩვენებს რა ძლიერი და რა სუსტი მხარეები აქვს ადამიანს, ხო? ამიტომ ესეც მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ, ნუმეროლოგიური ციფრული კოდირება, არქეტიპული კოდირება, თუნდაც აი პლანეტების განლაგება ადამიანის დაბადების მომენტში, აი ყველაფერი კარგია რომ ვიცოდეთ. მე არ მიყვარს აი რაღაცების ცალკეულად განხილვა, იმიტომ რომ სამყაროში ყველაფერს გავლენა აქვს ერთმანეთზე, ხო? ანუ არის ეს რაღაცა ჯაჭვური პრინციპი. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ესეც გავითვალისწინოთ, რომ მაგასაც დიდი გავლენა აქვს. აი რა თარიღში დაიბადა ადამიანი, მაგას უდიდესი გავლენა აქვს, მეგობრებო, იმაზე თუ რა ხასიათი გვაქვს. აი ყველა ციფრი გვესაუბრება და გვეუბნება რა კოდირება. ხო, აი თუნდაც უძველესი ველური ნუმეროლოგია არსებობს, ეს თანამედროვე ბედის მატრიცა და ბედის მატრიცის სერვისი ჩვენს გვაქვს. ხო, იქ ჩანს ზუსტად ადამიანის არკანები, არქეტიპები იგივე, ანუ ყველაფერი ეს იშიფრება, რა თქმა უნდა, ეგ სერვისიც ჩვენ გვაქვს, თუ დაინტერესდებით. და ძალიან კარგია რომ ადამიანმა ესეც გაითვალისწინოს. იმიტომ რომ მარტო პირადი რუკის ცოდნა ეს არაა საკმარისი. კარგია რომ ადამიანმა თავისი ნუმეროლოგიური მატრიცაც იცოდეს თუნდაც, ხო? ანუ ეს უფრო დაეხმარება მას, რომ წინ წავიდეს და დაამუშავოს ის, რაც დამუშავებას საჭიროებს და რაც დამუშავებადია. ნო 13 საერთოდ არქეტიპია სიკვდილი, გარდაცვალება, ტრანსფორმაცია, ნგრევები. ამიტომ 13 რიცხვში დაბადებულები არაერთხელ გადიან მძიმე ტრანსფორმაციებს ცხოვრებაში. ხა გარდაცვალება მაინც ფიზიკურ გარდაცვალებას არ გულისხმობს. გარდაცვალება ნიშნავს, რომ ადამიანი ფერს იცვლის ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე. ხო, ანუ იცვლება პიროვნულად შინაგანად. ამიტომ ეს ტრანსფორმაციები და კრიზისული სიტუაციები, ვინც 13 რიცხვში დაიბადა, მათთვის არ არის უცხო, ხო ეს. მასეთი არქეტიპია საკმაოდ საინტერესო, ვინც 13 რიცხვში დაიბადა. თუმცა მან თვესაც დიდი გავლენა აქვს, რა თქმა უნდა, წელსაც და მთლიანობაში გამოთვლას. ჩვენ ხა ძალიან ისე წირად მიმოვიხილავთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს 13-ის ენერგიები არ არის მარტივი, ხო? ტრანსფორმაციასთან არის კავშირში. წამოწყებები არ ვარ გამოგობრებო ხლა ეს პერიოდი საერთოდ აგვისტომდე თან ამ თვის ბოლოდან უკვე ისეთი ასპექტები გვაქვს მარსი სატურნის დაპირისპირებაც იქნება ეს მერკური პლუტონის დაპირისპირება მოკლედ ძალიან არაშესაფერისი ასპექტები ასე ვთქვათ მოლაპარაკებებისთვის და სერიოზული ბიზნეს წამოწყებებისთვის ამიტომ ესეც კარგია რომ გავითვალისწინოთ. უმეტესი მადლობა 13 ივნისი ტყუპებიო, კი ბატონო. ხო, აი ყოველთვის ასეა, რომ ციფრს ძალიან დიდი გავლენა აქვს მეგობრებო. ვინც ახლა შემოხვედით, ვსაუბრობდით მერკურის რეტროგრადულობაზე, ახალ მთვარეობაზე, რომელიც გვაქვს 24-ში და მთვარის ელექსირის რიტუალზე და რა თქმა უნდა ცალკე გვიდევს ამონარიდი, მაგრამ ზოგმა ვერ გაიგო და თავიდან ავხსენი. ეს რიტუალი და ვისაუბრეთ ცოტა ნუმეროლოგიაზეც და არქეტიპულ გავლენაზე. მეგობრებო, აუცილებლად შევინახავთ ამ ჩანაწერს. ვისაც გსურთ დაუშვათ 1 საათიან ონლაინ კონსულტაციაზე ჩაწერა ჩემთან, უნდა მოგწეროთ პირადში და ადმინები გეტყვიან რა თარიღები და რა საათებია თავისუფალი, ვისაც პირადად ჩემთან გინდა კონსულტაცია და ჩემგან რჩევების მიღება და გასაუბრება ონლაინ, ეს ხდება მხოლოდ 1 საათიან ონლაინ კონსულტაციაზე. კიდევ სხვა სერვისებიც გვაქვს, რა თქმა უნდა, მათ შორის ნუმეროლოგიური, 1 წლის პროგნოზი, 1 წლის კალენდარი, სინასტრიან თავსებადობა, პირადი რუკის ანალიზი და ფორმატები არის განსხვავებული, როგორც წერილობითი სერვისებიც გვაქვს, ასევე ვიდეო ჩანაწერის სახით. ამიტომ ჩამონათვალს თუ ვერ იპოვით ჩვენს გვერდზე, მოგწერეთ და ადმინები ჩაგიგდებენ მეგობრებო სერვისების ჩამონათვალს თავისი
ფასებით და ამ კვირაში მაქვს რამდენიმე თავისუფალი ადგილი მეგობრებო ერთსათიან ონლაინ კონსულტაციაზე და ვისაც გსურთ ჩაწერა, მოგწერეთ, სანამ ადგილები გვაქვს. და შევინახავთ აუცილებლად და მალე ჩამოდის მეგობრებო ტიბეტური თასები კიდე ბევრი მწერდა ჩამოვა მეგობრებო კომპაქტური ასეთი კომპაქტური თასები ჩამოვა მალე ბევრი ელის ვიცი აი ტრადიციულად დავუკრავ და გვექნება მეგობრებო მალე მარაგში. ეხლა მარაგში გვაქვს სეიჯები, ანუ იგივე სალბი, მცენარეული საკმეველი, პალო სანტო, წმინდა ხე, ავრის გავწმენდი ჩხირები და ფინანსების მოსაზრდი ჩხირები ცოტა დაგვრჩა მეგობრებო და ჩხირების დასადგამები. ეს გვაქვს ამ ეტაპზე პროდუქციიდან მარაგში, გვაქვს საკურიერო, ვაგზავნით უცხოეთშიც, ვისაც შეძენა გინდათ, მოგწერეთ პირადში. და მალე ტიბეტური თასების ჩამოვა. ამას აუცილებლად შევინახავთ ჩანაწერს.